მოგესალმებით ნიკა გენაცვალე. როგორ ახართ პატივსემულო? კარგად, როგორ გიგიქვთ? არ ახართ აქეთ ხო, როგორც მივხვდი? არა, მე იმაში ვარ, რა ქვია, ვაშინგტონში ვარ, ამერიკაში. ო, ნახეთ დღეს. ძალიან მირწამხდარი ვარ, რო არ დაგიმალოთ. იმიტომ რომ გამოდგენ დღეს ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება რა. ძალიან მირწამხდარი ვარ, რო არ დაგიმალოთ თქო, იმიტომ რომ თქვენი გირჩელები დღეს გამოდგნენ და საკითხავად დაწერეს, რომ ოცნებასთან აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს ვახტანგ მეგრელიშვილმა და აყვა მთელი გირჩი ძალიან დიდი ბოდიში და ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის ძალიან მწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე რაც იყო. ძალიან მწუხვარ მართლა. ვერ გავიგეთ ხუმრობაა თუ ნაციონალიზმი. რა შეგვიძლია ხუმრობა ჩემს ვოლზე Facebook-ზე ვინმე შევიდეს თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ. ხვალ ვაკეთებ მაგაზე უზარმაზარ სიუჟეტს როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის გირჩის ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არც უარყო და მითხრა ხო აბა რა ვქნათ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულ ერთია ვისი მოკავშირეები ვიქნებით თქო და ჩვენთვის არ არის სულ ერთი პირდაპირ გეუბნებით ბატონ ბარაკი. ჩვენთვის არ არის მე პირდაპირ გეუბნები. ეს ის არის რაც თქვენს და აყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ის ბიჭი რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპათიურებოდა პაპავა რომელმაც თქვა რომ ხო ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ საქმე ვაკეთო ეხლა ივანიშვილთან ერთად საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ქვია კი ბატონო მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები პირდაპირ გეუბნებით ეს არის ისეთი წითელი ხაზი რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული ღირებულებითაც ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის ჩვენ არა ვართ ღია თანამშრომლებისთვის რო არ გეწყინოთ მე თქვენ ძალიან მიყვარხარ და პირადად რა უნდა მეწყინოს მაგაზე მეტი საქმე მითხარით finanțările მე გავარკვევ ხოლმე ამას ყველაფერს კი ბატონო მე თქვენ დაგელოდებით ეხლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა გირჩი ჩემთვის არის მეათე ხარისხოვანი მაგრამ ეხლა სადაც ჯანდიერია სადაც თქვენ ხართ და ასე შემდეგ ეხლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი რო რომელიც იზაქეს რომ ბიძინასთან ერთად ერთავრობაში უნდა ვიყო იმიტომ რომ მინისტრობა მინდა ნუ ეგ ჩვენთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე მე გქონდეთ ჩემთვის განმოლოდნელი იყო ჩემი განცხადებები თქვენით როგორც ასე მე ვიცი ბატონ მე თქვენთან ჩემი დამოკიდებულებაც ის თქვენ ახლა იმიტომ ვაპირებ ხვალ ამის გაკეთებას რო იცოდეთ და თქვენც დაგირეკავდა სატელეფონო ჩანაწერი მაშინ მოგვეცით თქვენც იმიტომ რომ ეს კოალიცია იმის არის რომ ერთი პოზიცია იყოს ხო ახლა ნაწილი კოალიციის ივანიშვილთან იქნებოდა მეორე ნაწილი არა ეგრე არ ხდება არსად ამიტომ ჩვენ თქვენი აზრით გვაინტერესებს და გამირეკეთ ხვალ თქვენ თვითონ პირადად. კარგით, მადლობა. აუცილებლად, მაშინ როგორ ახლა არ ერთოთ ნიკანი ერთსამი. დიახ, ის მაშინ მოულაპარაკოთ რომ ხვალ სადღაც მე თქვენ შემიძლია მე ხათთან გავარკვე რომ ყველაფერს ეს რომელიც მე რა დრო ახლა. ჩვენთან ახლა 9 საათი ხდება. 9 საათი ხდება. ხვალე ამერიკის დროით დილის 10 საათიდან მე დაგილექავ რა. კი ბატონო, როგორ ხდება? ესე იგი 6 საათი იქნება საღამო. კაიგენაცო. კი ბატონო, გითხოვდა რომ მითხარით, ჩემთვის აღამის ეს ხალხია, არ შემოგდისწორებს სამთავროებს. საინტერესო რა ხდება მაგ. კი ბატონო, დროებით კარგი. ალბათ დიდი მადლობა. ნიკა გენაცვალე პატავა. კომისინი. ეხლა გადავრეთ კი იქედა ანური კი არაფერი მაგის მაგვარია რაღაც კონტექსტიდანო ამოაგდეს რომ მიაწვენო და ათქმევინეს რომ თუ რაღაცა მოხდა და თუ დაიცვა ქვეყანა და თუ მე ვთხარი რაც მაგის ხმარ შეიძლებოდა თუ დაიცვა ქვეყანა და გადაიცვა რაღაც მე ჩვეულებრივად ეს ამბავი რომ დაიდო იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი საარჩევნო სუბიექტი ჩვეულებრივად დავპოსტე ჩემს Facebook გვერდზე და ვკითხე მეგრელიშვილს რომ ეს მართლა თქვითო დაზე სამჯერ გამცა პასუხი რომ დიახ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მე მქონდეს ჩემი იდეების განხორციელების შესაძლებლობა და ვიხილავ ჩემთვის დასაშვებია ოცნებასთან ერთ კოალიციაში ყოფნა არც ქვეყნის დაქცევაზე ალაპარაკი და მაშინ მე რო ჩამო არ მეშლება მაშინ მე რო ჩამო მაშინ გავარ თქვენ არ გაგიჩალიჩებთ ხო ის პროექტია გამოცხული ამბავია ეგ და იქაც ყველა ისეთი ადამიანია ვისთანაც მაკავშირებს
დიდი ხნის ურთიერთობა და მაგათ მე თავს არ დავესხმები ტყუილად. გამორიცხული ამბავია ეს, მაგრამ ივანიშვილთან ერთად ყოფნა, რომელსაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და რომელიც ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად ახევას უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმათთან ერთად მე არა მაგზა. ეს უკვე ჩემი არჩევანია. ნუ გეცხლებათ ძალიან გთხოვთ. მე ესე უყურებ ამას. და მე ვიცი თქვენი პოზიციები, ჩემთვის არის გამაოგნებელი დათო ჯანდიერთან ერთად, რანაირად შეიძლება წულუკიანი იყოს მაგალითად ერთმთავრობაში. მე ჩემთვის გაუგებარია და ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის ფასეულობას არც მანამდე წარმოადგენდა, არც ახლა არ წარმოადგენს და კახა ბენდუკიძის მკვლელთან ერთად ნაგვის მუქიდან ამოიღო კახა ბენდუკიძემ და კახა ბენდუკიძის მკვლელთან ერთად ერთმთავრობაში ყოფნას პროპირებს. ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც მე პირადად არასოდეს არ შევხედავს კოშპალცი. ეგ არის გამორიცხული, რაც არ უნდა მოხდეს. ძალიან დიდ ბოდიშს კი ამის ნიკა მე თვითონ ერთი რამე. რამდენადაც მე გადავრეკე და გავიგე, რომ მე თუ თავს იმართლებდა, რომ ესე არ ყოფილა, ესე არ ყოფილა, ესე არ ყოფილა. პაპავა საერთოდ საქმის კურსში არ იყო არაფერში. მე რატო დებენ ბრალს მე ვერ ხვდები ხმა არ მქონდა მოგებულიო. პაპავამ თქვა და ამიტომაც მოდით რა მე ჩამოვალ და მე გავარკვიოთ. კი ბატონო, თქვენ როდის ჩამოგზანდებით ბატონო? მე ხვალღამე მოვდივარ. ზეგ ვიქნები, ესე იგი მიუნხენში და ზეგ ღამე და მაზე გილით ვარ უკვე თბილისში. კი ბატონო, მადლობა. არ მინდა რომ ისე მე თვითონ გამიკვირდა რომ ჩემთან გუნდში ეგეთ რამე თქვა ვიღაცა. და თუ თქვა უნდა ჭკუაზე მოვიყვანო. მე თქი არაფერი არ მინდა. კარგი ბატონო, დაგელოდებით. კი ბატონო, დიდი მადლობა. კარგი.